24 იანვრიდან მედიკამენტების მეორე ჯგუფიდან პირველ ჯგუფში გადატანილი პრეპარატები ურეცეპტოდ აღარ გაიყიდება, თავდაპირველად ცვლილებები 6 მედიკამენტს შეეხება. 1 სექტემბრამდე კი მეორე ჯგუფში არსებულ ყველა პრეპარატზე რეცეპტის გამოწერა სავალდებულო ეტაპობრივად გახდება. პირველი ნაბიჯი იქნება ნარკოტიკებთან გათანაბრებული გამოყენების მედიკამენტების გადატანა ამ ჯგუფში, რაც უკვე განხორციელდა და მეორე ნაბიჯი, რაც ასევე უკვე განხორციელდა და ერთ კვირაში ან 10 დღეში შევაძალაში, ეს არის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი მედიკამენტები, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული ავადმსახსენებელი ბაკლოფენი და რამოდენიმე 6 დასახელების მედიკამენტი. შემდეგი ნაბიჯი იქნება უახლოესი 1 თვის განმავლობაში ზოგადი მოქმედების ანესთეტიკების და მიორელაქსანტების. ეს არის წამლები, რომელიც მხოლოდ საოპერაციო ბლოკში უნდა გამოიყენებოდეს. შეიძლება გარკვეული ტექნიკური ხარვეზები გამოიწვიოს თლიანად დაქვემდებარება მეორე ჯგუფის პრეპარატების რეცეპტს, ამიტომ ჩვენ ეს რეგულაცია გავწერეთ ეტაპობრივად და 2014 წლის 1 სექტემბრამდე ეტაპობრივად მოხდება ამ ჯგუფს დაქვემდებარებული პრეპარატების რეცეპტს დაქვემდებარება. კარგია რომ ჯანდაცვის სამინისტრო გაითვალისწინა საზოგადოების განწყობა და 1 სექტემბრამდეა ეს პროცესი გადადებული, ეს მიეხმარება სამედიცინო საზოგადოებას, ასევე ფარმაცევტულ კომპანიებსაც უფრო მომზადებული შეხვდეს ამ პროცესს. თავად პროცესი დასაწყები იყო და ვფიქრობ ეს სასარგებლო იქნება ჩვენი მოსახლეობის.